საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ჟურნალისტი ნუკა არველაძე. საღამო მშვიდობისა ნუკა, მადლობა რომ გვეწვიათ სტუდიაში. ვიწყებთ იმ ამბებით, რაც მოყვა დონალდ ტრამპის უფლებამოსილებაში შესვლას, მან საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება გააუქმა, რაზეც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ჯო ბაიდენს, ხოლო ტრამპმა თავის ხელმოწერით ეს ყველაფერი ამოაყირავა, გააუქმა და უპირველეს ყოვლისა რამდენიმე ყურადღებას იქცევს ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, აქ სრული ისტერიკაა, თავად ამ ორგანიზაციაში უკვე განცხადებაც ვრცელდება, რომ ვიმედოვნებთ შეერთებული შტატები გადახედავს გადაწყვეტილებას ორგანიზაციიდან გასვლის გეგმაზე და ველით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას პარტნიორობის შესანარჩუნებლად. ეს არის ამ ორგანიზაციის განცხადება. გარდა ამისა, რაც ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ გადაცემაში, ამერიკის შეერთებული შტატები ცნობს მხოლოდ ორ სქესს, ანუ მდედრობიც და მამრობიც, ანუ ქალი და მამაკაცი. სხვა სქესები აღარ არის ეს 54 გენდერი და ასე შემდეგ. ხო, და რასაკვირველია, მისი მთავარი დანაპირები, ეს არის კონფლიქტის, რაც შეიძლება სასწრაფოდ მოგვარება უკრაინისა და რუსეთის ომის დასრულება და უკვე პირველი განცხადებაც გააკეთა, რუსეთი უნდა წამოვიდეს გარიგებაზე. და აქვე დაამატა, რომ პუტინი ამით ანგრევს თავის ქვეყანას, თუ ის არ წამოვა გარიგებაზე. მე ვფიქრობ და დაევწდებოდე, რომ დონალდ ტრამპი უკვე შეცდა აქ რუსეთთან კონტექსტში, რუსეთთან მიმართებაში, დასავლურ სამყაროს, როგორც ევროპას, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ესმით რუსეთი კარგად, ისე როგორც თქვა თავად რუსეთს ესმის რუსეთი. კი, ამერიკის ანალიტიკურ ცენტრებს უფრო კარგად აქვს შესწავლილი, რა თქმა უნდა, რუსეთი ვიდრე ევროპას, ევროპა უბრალოდ თავის განზომილებაშია და მე რომ არ წავიღო ბევრი დრო საუბრით, თქვენთან გადმოვალ პირდაპირ კითხვით, რას მოველით ჩვენ დონალდ ტრამპის პოლიტიკიდან გამომდინარე, მილოცვები იყო უკვე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, როგორ ფიქრობთ, რა ანაბიჯებს გადადგამს დონალდ ტრამპი და ასევე რა თქმა უნდა მოდით შევეხოთ აი იმ გადაწყვეტილებებს, რაც უკვე მან მიიღო. ალბათ აი ახლა სხვა შორის აქამდე არ მიფიქრია შენთან ლაპარაკის დამება და ეს აზრი, რომ ალბათ იმ მილოცვების მერე, რაც საქართველოსთან მიიღო დონალდ ტრამპმა, თუ მართლა რეალურად ამერიკის გეგმებში შედის საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაშიც მე ეჭვმებარება. შემოხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს აქეთ მოლოცვაც და ანუ ესე ვთქვათ იმ ლეგიტიმაციის გამყარება, რაზეც ახლა ოპოზიცია აპელირებს. ესე ვთქვათ უხეშად რა. თორე ხა ჩვენთვის ჩემს მაგალითად სულ არ აქვს მნიშვნელობა დონალდ ტრამპი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხელისუფალი აღიარებს თუ არა ჩემს მიერ არჩეულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მე ეჭვი არ შემოქვს რეალობაში, რაც არჩევნებზე დადგა. პირიქით უკმაყოფილობა, რომ მე მეცველოდი და ნაკლები მიიღო ქართულმა ოცნებამ. გამომდინარე აქედან აი დაველოდოთ ამას, აბა ტრამპიდან რა შემოხვედრი ნაბიჯები წამოვა. თუმცა ჯერ არ წამოვა, ჩვენ ხო ვიცით ეს, იმიტომ რომ ბევრად დიდი ამბიციები და ბევრად დიდი ესე ვთქვათ მესიანური იდეებით არის მოსული ტრამპი, ვინაიდან და რადგანაც ის გადაურჩა ემს ტყვიას და ყურის იქეთ ტყვიამ ვერაფერი ვერ დაუზიანა, ალბათ დაველოდოთ მის გეოპოლიტიკური ამბიციების კიდევ გაშლას. მე ვერ დაგეთანხმები, რომ ამერიკის ანალიტიკური სამსახურები კარგად იცნობს რუსეთს. იმიტომ კარგად რომ ცნობოდათ რუსეთი, შედარებით კი, კარგად რომ ცნობოდათ რუსეთი ალბათ იმ როგორ გითხრათ, აი სავალალო სამარცხვინო შეცდომებს მსოფლიო პოლიტიკის მართვაში არ დაუშვებდა არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროპა და მოდით შევთანხმდით, რომ საგარეო ვექტორი ჯერჯერობით ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეცვლილა. აი ჩვენ ვნახავთ ეს გამოჩნდება, ამას აჩვენებს თუნდაც პუტინთან შეხვედრა თუ შედგება. ანუ უყურეთ რა მოხდა, იყო ეს განცხადებები და 1 საათის უკან დაიდო პუტინის და სი ძინპინის სატელეფონო საუბარი, სადაც აი აბსოლუტურად ყველა თემა განიხილეს, დაგეგმეს შემდგომი შეხვედრები, სი ძინპინმა მე მგონი პუტინი მიიწვია უკვე ჩინეთში გაზაფხულის დღესასწაულზე, პუტინმა სი ძინპინი მიიწვია 80 წლის აღნიშვნაზე, სამამულო ომის აღნიშვნაზე და რამდენად სამწუხაროა ჩემთვის, რომ საქართველოს რომელმაც სამამულო ომში დაკარგა 700,000-ზე მეტი ადამიანი, ჩვენ ამ 80 წლის
იუბილეზე ფაშიზმზე გამარჯვების ვართ აფსაიდში. ჯერჯერობით ვართ ყოველ შემთხვევაში და ეს იცით რა არის, აი იგივე ბაბუაჩემი რომელიც ომში იბრძოდა, იგივე აი ქვეყანაში მაცხოვრული ძალიან ბევრი ოჯახში ერთი ადამიანი მაინც იყო, ვისაც შეხება ჰქონდა მეორე სამამულო ომთან. ჩვენ ვითომ არაფერი არ ვცნობთ ამას? აი ძალიან მაინტერესებს თუ ეხა ეს რუსოფობია და ნაცოფობიით უნდა ვიცხოვროთ შემდგომი დღეები, შემდგომი წლები. აი ჩემთვის ეს არ არის, ეს არის ეხა ტრამპი რას გააკეთებს და თუ იცი მე რას ვფიქრობ, რომ ეცდება ყველანაირად ამერიკელებს დაუმტკიცოს, რომ არის პუტინზე მაგარი. ტრამპი მოვიდა იმით, რომ სოფლიოს დაუმტკიცოს, რომ პუტინზე მაგარი და უფრო ჭკვიანი, რომ შეუძლია უფრო უკეთესი გარიგებების, ხო, უფრო მეტი გარიგებების დადება. მიზანი ეს არის. მიზანი ეს არის, ხო და აი ეხა უყურე პუტინი დახვდა რითი, უყურე 4 წლის უკან ის ძალაუფლება, რაც დღეს აქვს რუსეთს, იმის ნახევარი არ ქონდა მსოფლიო მასშტაბით. დღეს არის შემდგარი ბრიქსი, შემდგარი შანხაის ორგანიზაცია, ხო? აი ძალიან ბევრი ისეთი შემდგარი პლატფორმებია მსოფლიო მასშტაბით, რომელსაც უკვე ამბიცია აქვს, რომ საკუთარი ვალუტა გააკეთოს, ჩაეხსნას SWIFT-ს, გააკეთოს ახალი მიუქცევის წყარო, ну ცოტა რთულ ველზე ხო არ შემოდის ტრამპი დიდი ამბიციებით. იმიტომ რომ კი ელაპარაკა სი ძინპინსაც მერე რა. სი ძინპინს რო ელაპარაკა ტაივანის თემაზე. სი ძინპინს არათუ პასუხიც კი არ დაუდიეთ, ხო? კი, ну დაპატიჟებულიც იყო ინაუგურაციაზე. უბრალოდ ის არ გაემგზავრა. სი ძინპინმა რა გააკეთა, რომ აი ესეთი რაღაცა ხა 4 წლის უკან ამერიკის ისტორიაში ალბათ არ შედგებოდა. თავისი ის გაუშვა საგარეო საქმეთა მინისტრი ხო? წარმომადგენელი და მინისტრიც კი არ, წარმომადგენელი გაუშვა. კი, რაც შეეხება პუტინის და სი ძინპინის საუბარს, ну ევრონიუსმა თავის სიუჟეტში ჰედლაინად გამოიტანა, რომ აი ახლა საათის ისრებს ასწორებენ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ხო, მე რუსებმა გააკეთეს განცხადება, მომაწოდეს ინფორმაცია. რომ დეკემბერში იყო დაგეგმილი. უშუალოდ აი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩაგიგდებ მე თუ გინდა შენს. წავიკითხე მე მაგდაგვარი არაფერი არ წამიგითხავს იქა. ხო, ну რუსებმა ახსნეს. ხო, მე რუსულ არხებზეც დაიდო ეს ყველაფერი და დაიდო ჩინურ არხებზეც. ანუ ეს ორი ინფორმაცია ერთმანეთს დაემთხვა, რაც გავრცელა რუსეთმა და ჩინეთმა და ევრონიუსი რას მოიგონებს უკვე ეს მესამე საკითხი, იმიტომ რომ ვიცი ჩვენ იქ ლიბერალური მედიის გავლენა რამდენად მაღალია და რამდენად შეუძლებელია მიიღო ობიექტური ინფორმაცია, არ არსებობს. იმიტომ რომ როდესაც აი მე მქონია ხო რაღაცა ინფორმაცია ვრცელდება დაუშვათ, ვნახე ეს რუსულ არხზე, მე გადავდივარ რაღაცა ვამოწმ ამ არხებს, ხო? პირველ წყაროს ვეძებ. არასოდეს მე რეალური ინფორმაცია არ ამიღია სხვა სააგენტოებისგან. იცით, ძალიან ძნელია უკვე დაეღრდნო ამერიკულ სააგენტოს და ევროპულ სააგენტოებს, იმიტომ რომ ისინი გივრცელებენ ინფორმაციას ისე როგორც ეს აწყობთ. და სამწუხაროდ ჩვენი მედიაც საქართველოში ძირითადად ზის აი ამ ტრენდზე. გადამოწმების გარეშე ინფორმაციის, აი ანალიტიკაზე აღარა მაქვს დათვალაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენთან ანალიტიკური ჟურნალისტიკა ფაქტობრივად არ არსებობს. კი, სამწუხარო რეალობა. ხო. სიკვდილის კენილი. რაც ამდა ხა დაიბრალოს და ჯერტი გვიცხადებენ ექსპერტებს, ხო? მოდი თუ შენ ექსპერტად მიგაჩნია თავი, კონკრეტული დარგი მითხარი რისი ექსპერტი ხარ, რომ მე იმ დარგზე მქონდა შენზე აი ძალიან მარტივად ვარქმევთ ვიღაცას ექსპერტს, ოღონდ რისი ექსპერტია რა სწავლობს, რამე ამ თემაში გაუკეთებია თუ არა, უმუშავეა თუ არა, აი ამაზე ჩვენ არაფერი არ ვიცით. აი ეს ანალიტიკოსი, კარგი, ვიძახით რომ ხარ ანალიტიკოსი, ვინ ხარ, რა დარგის ანალიტიკოსი ხარ, რა იცი, აი რა დასკვნებს მიკეთებ, ფსიქოლოგი ხარ, ეკონომისტი ხარ, პოლიტიკოსი ხარ, აი რა ხაზი ვიცით არ ვიცი. ყავს უბრალოდ შეიძლება ესე კრებსიტი ექსპერტები, კრებსიტი ანალიტიკოსები, რაც ფაქტობრივად აი იწვევს აი მედია ველის დაკნინებული მედია ველის უფრო გაშიშვლებას. და ისინი ჩამოკიდებული არიან ფონდების დაფინანსებას და რა თქმა უნდა, რა დაკვეთასაც იღებენ იმ მიმართულებით მიყავთ მათი საუბარი. რაც სავარი ექსპერტი ხო ქვია, შეუძლია ელაპარაკოს აი ერთ დღეს იარაღზე როგორ რა გამოცდა გაიარა ირაყ და მეორე დღეს კიდე შეიძლება რომელიმე ვაქცინაზე. და ეს იყოს ერთი და იგივე ადამიანი. აი ეს კატასტროფა გვჭირს. აი ვაქცინებს რადგან ვახსენებთ, მოდით მაშინ ამ ჯანდაცვის დიახ, აი მაგ თემაზე ნაბოლოოდ საინტერესო ხაზი. შტატების გასვლას დაუთმოთ დრო მცირედი მაინც. ახლა, როდესაც აწერდა ამ განკარგულებას დონალდ ტრამპი ხელს, იქ თქვა პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ თუნდაც აი COVID პანდემიის პერიოდში, ან წლის განმავლობაში ვიხდიდით $500 მილიონ, ანუ ვაფინანსებდით ამ თანხით
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. ჩინეთი, რომელიც ჩვენზე დიდიაო, ასე თქვა. 39 მილიონს იხდიდაო. და რატო ეს ასე არ უნდა ხდებოდესო? ამიტომ შესაბამისად მე ახლა გავდივარ ამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდანო და მოაწერა ხელი და ეს პაპკა მიაწოდა იმ თანაშემწეს, ვინც იდგა იქ გვერდზე. მოუტანეს პროტოკოლის. და ჩვენებარობა შეცვალოს ეგ გადაწყვეტილება. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ესენი მარტივი პასუხი მაქვს დათო იცით. ტრამპი მოვიდა ოჯახით. თუ დააკვირდით თქვენ მისი მთელი წინა კამპანია, საპრეზიდენტო კამპანია იყო აწყობილი ოჯახზე, შვილებზე. ტრამპს ყავს 5 შვილი და შვილები. ილონ მასკს იცით რამდენი შვილი ყავს? 12. ხო, ილონ მასკი ცალკე თემა ჟესტი და ინაუგურაციის მერე გაიშვირა იქ ანალიტიკოსები სხვადასხვა ადამიანები აღწერდნენ, უმეტესობამ შეაფასა უფრო ევროპელებმა, რომ ეს იყო ეს ეგრეთ წოდებული ზიგი, ანუ ეს ფაშისტური, ნაცისტური მისალმება, ანუ მარჯვენა ხელით გულზე დარტყმა და მერე ამ ხელის გაშვერა. მერე ერთ-ერთმა ახსნა, რომ ის ასპერგერით არის დაავადებულიო, ეს არის აუტიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც უბრალოდ კომუნიკაცია ანუ სრულიად დაალაგებული, თანმიმდევრული გონება გახსნილი პრობლემების გარეშე უბრალოდ მათ უჭირთ კომუნიცირება ადამიანებთან. ეს ჟესტი გამოხატულება იყო ამის, რომ ჩემი გულიდან ამოღებულიო თქვენ ანუ სალამი რაღაც. გამომდინარე აქედან, ანუ მე ერთ დასკვნას ვაკეთებ, რომ ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას ტრამპი მიიღებს, ნუ თქო მასკთან ერთად, იმიტომ რომ ამას არ უნდა აზირო, ეს ამერიკას ორი პრეზიდენტი ყავს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერთან ერთად მასკი უკვე მსოფლიოში ნომერ პირველი მილიარდერია, ხო? შეთქმულების თეორიის ხაზით თუ გავითვალისწინებთ ამ ჟესტს, რაც გააკეთა, გამოდის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ულტრამემარჯვენეებს უჭერენ მხარს და აქ ავანგარდში თავად მასკია და არა ტრამპი. კაცნობერის გამოძრომა შეიძლება აი, ევროპელებს მიანიშნა, იცით რა, მოდი თქვენ თქვენი სიდიადე დაიბრუნეთ, თუნდაც ეს ნაცისტურ ფაშისტური. უბრალოდ აი ამ გლობალიზმს მოვეშვათ, აღარ გჭირდება ჩვენ აქ LGBT-ები, თქვენს თავზე ყველაფერი ვარ დაგანხოთ, აქედან გამომდინარე კი, ესეთი მომენტი არის. და გამომდინარე აქედან ეს რამე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ბევრი გადაწყვეტილება კიდე გამომერდა თუ იქნება გამომდინარე საკუთარი ოჯახებიდან. იმიტომ რომ ისინი ხო არ იქნებიან მუდამ კაცო, რაღაც მომავალ თაობაზე ფიქრობენ. აქვთ ეს ოჯახური, ტრადიციული სიყვარული, დაუშვათ ერი როგორც ამერიკა ახლა, რაც არ უნდა ერი ვეძახოთ, არ არის ერი, იმიტომ რომ ეს არის ნარევი მსოფლიო ერების, ხო ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ერი. თქვენ ასევე მიხვედით ზუსტად იმ ადგილას, ერთ-ერთი ასეთი განკარგულება, რომელსაც ტრამპი აპირებს სისრულეში მოიყვანოს, ეს არის დაბადებისთანავე ემიგრანტების მიერ დაბადებისთანავე მათი შვილი, რომ ავტომატურად ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. ხო, რომ ეს აღარ უნდა მას უბრალოდ იქ მე-14 ჩასწორება აი კონსტიტუციის, რომელიც 38-მა შტატმა უნდა დაუჭიროს 50 შტატიდან 38-მა მაინც უნდა გადაწყვეტეს, რომ ეს მოხდეს ეს ცვლილება. იქ სიკვდილით დასჯა აღადგინა, მორატორიუმი მოხდა. ხო, მექსიკასთან გრენლანდია ჩავთვალოთ, რომ სხვადასხვა ისიც რაზე გამეცინა. დაახლოებით 3 წლის უკან ჰოლივუდმა გადაიღო ფილმი გრენლანდია ქვია. და იქ არის ესეთი, ნუ რა თქმა უნდა, მაგათ ყველაფერში მსოფლიო იღუპება და აი რაღაცა ერთი კუნძული აღმოჩნდება დედამიწაზე, სადაც ეს რჩეული ხალხი იკრიბება, რომ მე ერი კაცობრიობა გადარჩეს და ამათმა განავითარა კაცობრიობა და ერთ-ერთი ესეთი კუნძულად აი ამ ფილმში, ჰოლივუდის აი ამ ფილმში იყო გრენლანდია რა და ნუ ტიპი მიდის აქედან, ნუ ცოლთან ერთად ცდილობს ჩაღწევს ამ გრენლანდიამდე, რომ გადარჩეს. ანუ მთელი ფილმი არის ამაზეა წყობილი და სხვა შეს მაშინ გამიელვა თავში რაღაცა ძალიან სტრანად აი ამოიჩემეს ეს გრენლანდია მეთქი რა ჩემი მეგობრები მას ამ ყოველდღურად ტრამპმა რო გააკეთა ესეთი განცხადება ძალიან გამეცინა, იმიტომ რომ გრენლანდია არის კუნძული, სადაც არის ძალიან ბევრი მტკნარი წყალი, რაც რისი პრობლემაც როგორც ვარაუდობენ მაგათი პროფესორები, უკვე რისიც ნაკლებად მჯერა, შეიძლება მსოფლიოს დაუდგეს. მტკნარი წყლის მარაგი ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში, ჩვენი ჩათვლით. ამ გრენლანდიას იქაც ახსენებენ ჩვენი გენიოსი ელდარ შენგელაიას ფილმი, ხომ? გაიტანეთ გრენლანდია, ხო და სხვადასხვა მტკნარი წყლის მარაგი ძალიან ბევრი შვედ ქვეყნებს შორის ვართ ჩვენ.
ჩვენ ხომ მარტო გეოგრაფია არ გაგვაჩნია კარგი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მტკნარი წყალის მარაგი. რაც გენერაცია ხდება ისე რომ აი ვერ ახსნეს, მაგრამ ხდება, ვართ ამ დალოცული მიწაზე დაბადებული გაზრდილები. და გამომდინარე აქედან ძალიან ბევრი ესეთი ფაქტორები რომ რა არის გრენლანდია, რაში ჭირდება, ჭირდებათ. გრენლანდიასაც მიერთებს, არ გამოვრიცხავ რომ კანადას გახდეს 51 შტატი. კიდევ ერთხელ მივედით ზუსტად იქს, ეს ყველაფერი მოიცავს, რა თქმა უნდა, ამ ტრამპის მიერ გაუქმებულ ბაიდენის მიღებულ გადაწყვეტილებებს. დევიზი ჰქონდა ტრამპს ასეთი, რომ ყველგან ხრიტეთო თუ თხარეთო, ანუ იგულისხმება ნავთობისა და გაზის საბადოები. გრენლანდია მდიდარია მისი სანაპიროები და სწორედ ამიტომაც ფიქრობს, რომ გრენლანდია რაიმენაირად აითვისოს, მაგრამ საამისოდ მან ასევე მოაწერა ხელი პარიზის ამ ეკოლოგიის შეთანხმების პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლას. კი, მწვანე პოლიტიკის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამოქოქეთ ყველა თუ კი რაიმე არის, თქვა საწვავზე, საბურღე და სახვეტი და საჭრელი და ჩვენ გვაქვს რეზერვები, რომელიც უნდა გავხსნათ, აი ჩვენ უნდა გქონდეს ესე ოქრო, რომელიც მოედინება ჩვენ მიწებში გავდიდრეთ. ანუ ტიპმა პირდაპირ განაცხადა, რომ კონკურენცია შედის რუსეთთანაც, ჩინეთთანაც, არაბეთის ქვეყნებთანაც. ხო, არაბეთის ქვეყნებთანაც აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო სად არის რესურსები ამერიკის გარდა. ვიცით ვინ რომელი ქვეყნები აპელირებენ ამაზე და ზუსტად მაგ მასმერე რაზე თქვა პრაგმატიკოსი. მივხვდი რომ ნამდვილად ის არ გააუქმებს და მინდა გითხრათ, რომ თავად პუტინიც დიდი ეჭვით უყურებდა საერთოდ აი ამ მწვანე ეკოლოგიის საკითხებს, რომელიც ევროპიდან მოდიოდა. იქ თუ გახსოვთ, მთელი დაანონსეს, რომ აღარ გამოუშვებენ დიზელის ავტომობილებს, ჩააქრობენ ატომურ ელექტროსადგურებს და ასე შემდეგ და ნუ ხო გეუბნებოდითო. ვალდაიზე ერთ-ერთ შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ საბოლოო ჯამში რას აპირებთ, შეშა თქვენ არ გაქვთ. და აი ამ შეშაც ჩვენგან უნდა წაიღოთ. აი ხა სხვათა შორის ხა შენ ლაპარაკვა მე მიყვანა იმ დონეზე ამ ყველაფერში ჩვენ რას ვაკეთებთ საქართველოს. ხო, ჩვენ მქონდა ორი ძლიერი წერტილი, რომელიც ნახშირის მოპოვებასთან იყო კავშირში, ერთი ნუ კვარჩელშია, როგორც ცნობილია, თურქეთს გააქვს იქ ინტენსიურად მთელი ნახშირი. ხო, ნუ ეს ღია წყაროებში ასე ჩანს და ნუ ტყიბულის ქვანახშირი. გუგლის ქვანახშირი, რომელიც ახლა შეჩერებულია რაღაც შეჩერებულია და ანუ იმიტომ რომ მოითხოვს ძალიან დიდ განახლებას ინფრასტრუქტურულს და ყველაფერს და ხომსვერბლიც იყო და მადლობა ღმერთს ახლა ტყიბულს ისეთი მერი ყავს რომ მიხედა ამ პრობლემას სერიოზულად და მიხედა მართლა მეშახტეებს და მათი მდგომარეობა ბევრად გააუმჯობესა. მე პირადად მქონია შეხება და ვიცი რა. მაგრამ უყურე მე რას ვამბობ, საერთო გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს ახლა თავის სათქმელს თუ არ იტყვის და მკაფიოდ არ იტყვის. ჩვენ აღმოჩნდებით ალბათ იმაზე უარეს მდგომარეობაში და თუ ვიდრე ვიყავით 90-იან წლებში. მე შემიძლია ვთქვა თამამად უკვე. ტრამპის განსაკუთრებით ინაუგურაციის სიტყვის შემდგომ. ჯერ ერთი უნდა ჩავეხსნათ ყველანაირად უკრაინას, იმიტომ რომ არანაირად არ შეიძლება უკრაინა საქართველოს პრობლემის ერთნაირად დახატო რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ ისაც დაგვემართა 90-იან წლებში, ეს არ იყო რუსეთის პოლიტიკა, ეს იყო საერთო და გლობალური პოლიტიკა ლიბერალიზმის, სადაც საქართველოს არ იყო განხილული როგორც ქვეყანა, არამედ იყო განხილული როგორც ობიექტი, როგორც პოლიგონი, საჭიროების შემთხვევაში გაყოფდნენ, გახლეჩდნენ თუ რასაც უნდა იმას უზავდნენ. ნუ იყო ელცინის რუსეთის ის კატეგორია პოლიტიკოსები, რომელთათვის ეს საქართველოს კი არა, რუსეთი არ წარმოადგენდა არაფერს. რუსეთი არ იყო ქვეყანა და რუსეთი არ უყვარდა და შენ რატო შეგიყვარდა? უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების კარნახით ხდებოდა ყველაფერი. კარნახით ხდებოდა ყველაფერი, ყავდა თავისი მარიონეტები რუსეთში, რომლებმაც გადასარევად შეასრულეს. კოზირევის სახსარება იყო ერთი ეს იარაღის გადაცემაზე. 2012-ში რაც არ მოხდა საქართველოში ამერიკის გეგმებიდან მოხდა უკრაინაში 2014-ში გადატრიალება. ჩვენ ეს გადატრიალება არ მოვახდინეთ. ჩვენ არჩევნებით გავძვერით და იქ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებით გავძვერეთ, მაინც მოხდა გადატრიალება. იმიტომ რომ ეს იყო საერთო გეგმა რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული პრობლემების შექმნისა. 2014-ში ჩვენ ხო რაღაც სანქციებს შევუერთდით.
მაშინ ხო არ იყო ესე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რა ხდებოდა უკრაინაში. მოდით რა სიმართლე გქონდა, ჩვენ ვიცით რა მოხდა დონბასში რეალურად, ჩვენ ვიცით რა მოხდა ლუგანსკში. ქართულმა საზოგადოებამ იცის არ ლუგანსკი ახსენეთ უკვე ლუგანსკის ბოლომდე ათვისება და რუსებმა რამდენიმე დაბადარჩა. რატო ხალხმა არ იცის როგორ დაიწყო უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი, როცა უკრაინას რუსეთი ყოველ წელს სულს ubერავდა, რო არ ჩამქრალი იყო. პუტინი სწორედ ამას ამბობს, რომ სადავეები უნდა აღმოუფხრათ თუ ამ ომის კონფლიქტის. სადავეები არის აგერა 90-იანებიდან იწყება. ეს არ დაწყებულა 2012-ში. 2008 წელს იყო ტესტირება ამის გაკეთებული ჩვენთან. ხო, გამოგვიყენეს ექსპერიმენტები, აი საექსპერიმენტო ობიექტებად ჩაგვთვალეს ტიპებმა, ხო და იცი რა არის, ჩვენ თუ აი ეს ყველაფერი არ გაიშალდა საზოგადოებამ, აი ზუსტი ინფორმაცია არ გაიგო. არ მოხდა 90-იან წლებს განხილვა, ჩვენ 90-იანზე უარეს მდგომარეობაში თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ის ტრამპის განცხადება, სადაც ამბობს, რომ არ მალავს, პირდაპირ ამბობს, რომ მე მინდა გარიგება, ანუ შეთანხმება, რომელიც გარიგებაზე იქნება დაყრდნობილი, ეს რას ნიშნავს? რომ რადგან ორი მხარე ბრძოლობს, ანუ უკრაინა და რუსეთი, ორივემ უნდა დაიხიოს უკან. თვითონ აბიჯი უნდა გადაწყვეტოს და მოხდეს გარიგება. მათი გარიგება მაგას ნიშნავს. რუს ექსპერტებს უსმენე და მომეწონა ერთი რაღაცა. ხო, ეს ალბათ შესაძლებელი იქნებოდა ჩვენ და უკრაინა რო ვიბრძოდეთ, მაგრამ ვიბრძვით ჩვენ და ნატო. კი, ეს არის სწორედ. ასე რომ რუსეთი თუ ამ კუთხით დააყენებს საკითხებს, ახლა ეჭვმეპარება ჩემი რჩევა. ეჭვმეპარება ამაზე წავიდეს, ეჭვმეპარება ამაზე წავიდეს, იმიტომ რომ აი რასაც რუსეთმა გაუძლო ბოლო 4 წელი, ესე ვთქვათ, ბოლო ომი რაც დაიწყო იმის მერე ზელენსკი როგორ განცხადებებს აკეთებს, ზელენსკი უკვე ამბობს, რომ შუამავლებიც ეგულება, ან შუამავლის გარეშე არ უნდა გადაწყდეს და არ უნდა მოხდეს შეთანხმება ევროპელებს. ზელენსკისთან ლაპარაკს როგორც ვიცი პუტინი არც აპირებს, იმიტომ რომ ზელენსკი არ მიაჩნიათ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მართალიც არის. იმიტომ რომ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრიტანეთთან ხელშეკრულება ძალიან სასაცილო ჩანს, იმიტომ რომ ტიპი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ტიპს ყველა ვადა ამოეწურა, პარლამენტს მაგათ რადას ყველა ვადა ამოწურული აქვს, ფაქტობრივად უზურპირებულია დღეს უკრაინა. იმიტომ რომ ის რაც კონსტიტუციით და კანონით განისაზღვრება, არაფერი არ ხდება, ხო? გამომდინარე აქედან, აი რუსეთი როგორ შევა ამ პოზიციონირებაში, დაველოდოთ, იცი რატო? იმიტომ რომ საკმაოდ ჭკვიანი ექსპერტები ყავთ, მართლა და ესე ვთქვათ, თავისი ხაზის ექსპერტები და პროფესიონალები, რომლებიც აი ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ, რა როგორ შეიძლება მოხდეს. მე მაღელობს ერთი რაღაცა დათო. აი ამ ჰეგემონების აი ამ დიდ კულისებში მოლაპარაკებების ფონზე ჩვენი ქვეყანა სად დადგება? ჩვენი ქვეყანა რა პოზიციას დაიკავებს? შევძლებთ რომ ნეიტრალიტეტის ის ფორმა შევინარჩუნოთ, რომ აი ამ რკალში, რაც ჩვენ გარშემო სამეზობლო და ყველაზე დიდი 860 კილომეტრი რუსეთთან გვაქვს. შევინარჩუნოთ თვითყოფადობა. შევძლებთ იმას, რომ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენა ვიპოვოთ, როგორც საჭიროა ისე. შევძლებთ ჩვენ იმ ზედმეტი რაღაცა ის გარეჩარევებისგან გავათავისუფლოთ საქართველოს. ამას ხო მარტო პოლიტიკური ნება ჭირდება, მოდი სიმართლე ვთქვათ. იმისთვის რომ საქართველოზე არ იყოს გავლენა. მაგრამ ბერკეტებიც არის შესაბამისი საჭირო, რომელიც ბერკეტი ადამიანებია, ბერკეტი ქვეყანაა, ბერკეტი ხალხია. როდესაც ჩვენ ამას ხალხი ამის ლეგიტიმაციას გაძლევს, როდესაც ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ არა, არც ევროპა და არც ნატო აფხაზეთის და ოსეთის გარეშე, როდესაც ჩვენ ეს გაცხადებული გაქვს, მაგრამ თვითაღიარების პოლიტიკა, ხო? არაღიარების პოლიტიკა. და უკაცრავად ევროკავშირი მე რო არაღიარებას მეუბნება და აგერ პარალელურად თურმე აფხაზეთში და ოსეთში არასამთავრობოების მიქმნის, რომელიც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, უკაცრავად სად არის არაღიარების პოლიტიკის აი რეალობა დამანახეთ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამაში ჩახედული ვარ და მე მაგას კითხობი ევროკავშირთანაც. რანაირად შენ მე მეუბნები რომ არაღიარების პოლიტიკას ათამაშებ, ხო ჩემთან, ხო? აგერ რუსეთთან მაჩხუბებ. დიპლომატიური კავშირი დამაკარგინე. ყველანაირი გზა დამიკეტე პირდაპირ ურთიერთობის. და ამ დროს შენ რუსეთზე უარეს აკეთებ. იმიტომ რომ რუსეთმა არ დამიმალა, მე მითხრა პირდაპირ, მე აქ ნატოს არ შემოგაყვანინებ. მაგრამ თქვენ საქმეებშიც აღარ ჩავერევთ. დიახ. ესეც დაამატა. დიახ. და ჩვენ ამიტომ ახლა რაც ბოლო ფაქტებმა ცხადყო, რომ აზერბაიჯანთან და დღეს ევროკავშირმა შეგვიერთოს
რასაც იკეთო რამე გველოდება. დავიღუპებით ბოლომდე ეკონომიკურად. ქვეყანა რა ევროკავშირს შევუერთდებით ჩვენ იმფაში მივიღებთ ენერგომატარებლებს რუსეთიდან როგორც ახლა გვაქვს? არა რა თქმა უნდა. გამორიცხულია ხო? ევროკავშირში რო შევხვდით იმდენ ქვეყანასთან გვექნება ვიზო რეჟიმი რაც ახლა გვაქვს? გამორიცხულია ხო? ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნება ქვეყანას. ამაზე რატო არავინ არ ლაპარაკობს? აი ეს თემა რატო არ იშლება სწორად ექსპერტების მიერ, ანალიტიკოსების მიერ ოხრად როქო საქართველოში? მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მეზობლები არიან და იმ ბოლო კვირებში ვამჩნევთ ესეთ აქტიურ დიპლომატიას, სამხრეთის მეზობლებთან გულისხმობ, თქვა თურქეთი შეიძლება იყოს, აქ მე მინდა სამძიმარი გამოვხატო თურქეთის საკურორტო ზონაში 66 ადამიანი დაიღუპა. საშინელება მოხდა ნამდვილად. და ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და კი სამძიმარს იმსახურებს ეს სამწუხარო ფაქტი ტრაგიკული და ვამბობ იმას რომ თუნდაც ის რომ ილჰამ ალიევმა რამდენჯერმე მიულოცა ქართულ ოცნებას გამარჯვება ასევე პრემიერ-მინისტრი იყო იქ ჩასული და მთელი უკანასკნელი 10 წლეულის განმავლობაში მართლაც ენერგორესურსების თვალსაზრისით მხარში დაგვდგომია ეს ქვეყანა. ჩვენც ასევე სატრანზიტო ჰაბი ვართ მათთვის, იმიტომ რომ ეს ნავთობსადენი, გაზსადენი, ყულევის ტერმინალი ეს ცოტა არ არის. თუ კი ჩვენ რუსეთთან არ ვიწყებთ საუბარს და უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ვამყარებთ სამხრეთელ მეზობლებთან. არ მიგაჩნიათ რომ ჩვენი ერთ დღეს მთელი დასტა იყოს მოთხოვნების ჩვენს მიმართ. რა თქმა უნდა მიმაჩნია და ზუსტად ვიცი რა იქნება. ზუსტად ვიცი რა იქნება. ჩვენი გარანტი დღეს ქვეყნის არსებობის მოდით ესე ვიტყვი რა, აქ არ არის მარტო ყოფნა არ ყოფნაზე ალაპარაკი. ჩვენი გარანტი ვერ იქნება ერთი ქვეყანა. ვერც მარტო რუსეთი, ვერც მარტო ჩინეთი, ვერც მარტო თურქეთი. ჩვენი გარანტი იქნება ერთადერთი ამ ქვეყნებთან. პარტნიორულ ურთიერთობაზე დამოკიდებული ყველა შეთანხმება. და ეს ვერ მოხდება თუ ჩვენ რუსეთთანაც არ დავალაგებთ. ყოველთვის იქნება манипуლირების შესაძლებლობა, ყოველთვის იქნება ველი, სადაც ჩვენ გვაბურთავებენ როგორც გაეხარდებათ ისე რა. აი ჩვენ რა გვაქვს ხა ხო ორი ნაცები თუ რუსოფობია. აი ორი ფობია გაგვიჩინეს ხელოვნურად, არიქა რუსი მოდის და არიქა ნაცი მოდის. და რეალურად ქართულ კაცს არც ერთის ეშინია და არც მეორეს მოდი რა სიმართლე ვთქვათ რა იმიტომ რომ აქაც ნორმალურად დაალაგებს რუსთან ურთიერთობას და ნაც კიდე არ გააბლატავებს რა აქ ერთადერთი არის საჭირო პოლიტიკური ნება და სწორი პოლიტიკის წარმოება და საზოგადოების სწორი ინფორმირება სწორად ახსნა იმის რა გველოდება ამ შემთხვევაში ეს თუ მოხდება ამ შემთხვევაში ეს თუ მოხდება და ამ შემთხვევაში მადლობა ღმერთს პოლიტიკა ამის შესაძლებლობას იძლევა იმიტომ რომ მაგალითებიც უამრავი გვაქვს მსოფლიოში ერთი ქვეყანა მანახეთ სადაც ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ექსპორტი მოხდა და ის ქვეყანა აშენდა ხმას არ ამოვიღებ გავჩუმდები ვიტყვი რომ ყველაფერში ვწდები ერთი ქვეყანა მანახეთ მსოფლიოში სად მოხდა ამერიკული დემოკრატიის და თავისუფლების ექსპორტირება ისე რომ თუ იმპორტირება ისე რომ ის ქვეყანა აშენდა ხმას არ ამოვიღებ დავით ხო ნუ სამწუხაროდ არ არის ესეთი ქვეყანა და თუნდაც გადავხედოთ ამერიკის შეერთებული შტატების სამეზობლოს. გადავხედოთ, რა დღეშია მექსიკა, რა დღეშია სამხრეთ ამერიკა. აი თუნდაც კანადა აღმოჩნდა რომ თლიანად დოტაციურად არის ამერიკაზე დამოკიდებული. ამხელა ქვეყანა, ამხელა რესურსებით. რა იმდენი ჭკვიანი ადამიანი ვერ გამოჩნდა რომ ამერიკის კანადის ეკონომიკა შეესწავლოთ რომ ამერიკის ეკონომიკაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული. რანაირად მოხერხდა ეს რომ კანადა ამხელა ქვეყანა დამოკიდებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მომკალი არ მესმის. და მაგ უფლება რომ ამას ეს არ მესმოდეს. ნუ ტრამპი ამ ეკონომიკური ომის ელემენტებსაც იყენებს, ნუ პრინციპში მისი მუქარა, ნუ ბრიქსის წევრ ქვეყნებს. კი. ესპანეთი არ არის ბრიქსის წევრი ქვეყანა, მაგრამ ახსენა როგორც ბრიქსის წევრიაო და მანამდე თქვა რომ 100%-იან საბაჟო გადასახადებს დაუწესებს ამ ქვეყნებს. ანუ მიზანმიმართულად ევროპის ჩაძირვა. კი. პირდაპირ ევროპის განადგურება. თუნდაც ის რომ 2% იყო დადგენილი ნატოს წევრი ქვეყნების კონტრიბუციის თუ გახსოვთ მაშინ ჯერ მერკელს რო შეხვდა და ჯერ მაშინვე ჰქონდათ მცდელობები ევროკავშირის ქვეყნებს რომ
ცალკე სამხედრო გაერთიანება შეუქმნათო და ტრამპმა უთხრა არა აგერ ნატოაო და რატო ქნითო, თუმცა თითები ურტყასულ მაგიდას რომ ყველაზე მეტ თანამონაწილეობაში ყველაზე მეტი თანხა მე შემომაქვსო. შესაბამისად გაზარდეთ თქვენი. მოდით ახლა მეორე მხარე თქვა, ყველაზე მეტი თანხა თუ შეაქვს, ყველაზე მეტი სარგებელიც მაგათ აქვს რა. რა თქმა უნდა. მოდი, ახლა არც ეგრე საერთოდ მდგომარეობაში ამერიკის შეერთებული შტატები. 5%-მდე უნდა რომ გაზარდოს ახლა ეს აიძულოს ისინი, თუნდაც უკრაინის მიმართებით უფრო აქტიურები იყავით. ჩვეულებრივი კაპიტალისტია, ჩვეულებრივი ბურჟუაზიული მიდგომა აქვს. ადამიანის პოლიტიკასთან ჩვენ გვაქვს კატასტროფასთან რეალურად საქმე ჩვენ ამერიკას იმიტომ რომ ეს საერთო ჯამში დაარტყავს უკვე უბრალო ამერიკელს ხვალანზეგ ევროპელები არიან ძალიან ევროპელებს უფრო ცუდი დღე ელოდებათ, იმიტომ რომ ეს LGBT მოძრაობებში და ამ რაღაც ტრანსგენდერულ მითებში ისე შევიდნენ, რომ რეალობასთან გაწყდა მაგათი ურთიერთობა მთლიანად. სანამ მოვიდოდი ურსულა ფონ დერ ლაინის სიტყვა მოვისმინე, აზრი ვერ გამოვიტანე სიმართლე გითხრა და ფერს გადმოგცე, მაგრამ ბევრი ვიცინე რომ უსმენდი, იმიტომ რომ აზრი ვერ გამოვიტანე რა თქვა ადამიანმა. და ქალი ითვლება ევროპის ერთ-ერთ მმართველად რა. ну ეს ამბიცია აქვს მას და პრინციპში ბრიუსელში ის ადამიანები ვინც შემოკრებილია ურსულა ფონ დერ ლაიენის გარშემო ისინი მიიჩნევენ რომ აი სწორედ ურსულას გარშემო უნდა მოხდეს ეს ერთიანება წარმოუდგენიათ ლიდერად ახლა ამ თემას რასაც თქვენ შეეხეთ ამ გენდერს პირდაპირ კალკირებული იყო აი ამ გლობალისტური ლიბერალური დღის წესრიგიდან გამომდინარე საქართველოშიც პირველი რამე. თქვენ გახსოვთ, როდესაც წინა საარჩევნოდ, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ქართულმა ოცნებამ გააუქმა კვოტირება. დიახ. და მივესალმე ამას ნამდვილად. ხო და ეხლა იქ აგენტების შესახებ კანონზე და ამ ანტი-LGBT კანონმდებლობაზე არ ვლაპარაკობ და კვოტირების გაუქმებაზე. როგორ რაფინირებულად იყო ეს გაკეთებული. ძალიან მარტივია კონსტიტუციაში ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში დეფინიცია ქალი მამაკაცი ანუ სქესის მიხედვით აღსარებლობის კანისფერის და ასე შემდეგ არ იყოფა ადამიანები ხო რატო არის ესეთი სეგრეგირებული? რატო იყო უფრო სწორად, რომ აი ყოველი მესამე თუ ყოველი მეხუთე უნდა ყოფილიყო ქალი, ვითომ იმ გაგებით რომ არ დაჩაგრულიყო, როგორც სუსტის სქესი. მაგრამ თუ კონსტიტუციაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ უფლებებში აბსოლუტურად თანაბარია ქალიც და მამაკაციც. და თუ კი ის ქალი არის, თქვა პარტიული, ქალბატონი, რომელიმე პარტიას წარმოადგენს, პარტიას ნებისმიერ თავის პოლიცსაბჭო და პოლიცსაბჭოზე უნდა გადაწყდეს ის ქალი, რომელი იქნება სიაში. ყველაზე ცუდი გინდა გითხრა, ეს ჩემი დაკვირვებით რა მოხდა, როგორც კი ჩვენ დავიწყეთ გენდერზე და ეს ქალების რაღაც გაურკვეველ უფლებებზე ლაპარაკი. თქვენ თუ გადახედავთ სტატისტიკას მე ამაში დამეთანხმებით, ქვეყანაში დაიწყო მართლა ძალადობის ფაქტების მომრავლება. აი, რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ახლა მე ვიზრდებოდი ხო ძალადობის რაოდენობის ის ფაქტები, რაც ბოლო 20 წელი თუ 30 წელი ამ ქვეყანაში ხდება, მე არ მახსენდება რომ როდეს მოყოფილიყო. აი რატომღაც აი ამ აღვერახსნილების დაკანონებამ აი რაღაც კანონი თვითონ რა გამოიწვია ის რომ ძალადობის ფაქტები ორივე მხრიდან მომძლავრდა მე ვერ ვიტყვი რომ მარტო მამაკაცების ძალადობას ჰქონდა ადგილი ქალების მიმართ ქალებიც საკმაოდ ესეთი მამალი ქალები გახდნენ ესე ვთქვათ რა და ვერ გეტყვით იცით მე უფრო ვფიქრობ რომ აი ეს ყველაფერი არის ადამიანების ფსიქოლოგიურ მგრევაზე გაკეთებული რაღაც გარკვეული მიმდინარეობა, რომელიც საერთოდ ჯამში იმორჩილებს, ესე ვთქვათ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და გადავხედოთ ახლა ქუჩაში ვინ დადის. აი ზუსტად ამ კუთხით დამორჩილებული ხალხი, რომელსაც გონია, რომ ეს თუ არ მეხდება, всё ქვეყანა დაიღუპა. აი როგორც ახლა ხო ბაიდენმა რო წააგო, კამალა ჰარისმა რო წააგო, ნახევარი ის მაგათ მომხრებით, TikTok-ში რო ტიროდნენ ხმამაღლა, რომ ეს რა მოხდა და ისტერიკები ემართებოდათ და ანა კიდე რო ბავშვები გატიკტოკებული ბავშვები რო ტიროდნენ, ვაიმე ჩემო ქვეყანამ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ოცნებამ გაიმარჯვა და ტიროდნენ. ოღონდ მართლა ფსიქოზში ქონდათ გადასული. აი ეს ყველაფერი ზემოქმედების ელემენტებია რა. იცით რა, ალბათ მე გამიმართლა რომ ჯანსაღ საზოგადოებაში ვიზრდებოდი. და სიტყვაზე მაშინ არ იყო ამდენი ფსიქოლოგიაზე და ფსიქიკაზე ამდენი ყურადღება გამახულებული თუმცა გარემო იყო ისეთი რომ შენ გინდა არ გინდა ჯანსაღი იზრდებოდი და ნორმალურად აზროვნებდი და იცოდი დაუშვათ რა იყო
აღვირახსნილი ცხოვრება, რა იყო წესიერი ცხოვრება, მაპატიეთ ამ ვინ იყო ქუჩის კალი თუ ქუჩის კაცი. ხა მაშინაც იყვნენ გეები, მერეც და კიდე იქნებიან. ეს კაცობრიობა სანამ მიარსებებს, ეს ყველაფერი იქნება. ესე ვთქვათ რა, ანუ სექს მუშაკების პროფესიას და თუნდაც ეს გეების ხაზი. და რა ვქნათ ახლა? და რა ვქნათ ახლა? უკაცრავად სექს მუშაკი, რომლის სოციალური პასუხისმგებლობა არის ძალიან დაბალი, იმან მე უნდა დადგეს და მორალი მიკითხოს? არა. სახლში, რომელშიც ცხოვრობს კლიჩკო, კიევის მერი, იქ აღმოაჩინეს უკაცრავად და ბორდელი. კი, ბორდელი და მე ძალიან ესეთი აქტიური ლაპარაკები დაიწყო, რომ ხო, მარტო ეს არ ყოფილა ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში ქსელი ყოფილა უკრაინელი გოგოების ბორდელების, არ არის მარტო გერმანიაზე აღარ არის ლაპარაკი. იცით მე რას ველოდები, გახსოვთ იუგოსლავიის ომი რო დასრულდა. მე გაჩნდა ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმი, როგორ გაყავდათ გოგონები ევროპის აი ამ ქვეყნებიდან. და საშინელებები რო ხდებოდა, რომ გავიგეთ და ეს ორგანიზაციები კონტრაქტორები რო იყვნენ გაეროს ორგანიზაციების. აი მე მახსოვს 2000 წელი იყო, 2000 არ მახსოვს, 2000-ის დასაწყისები იყო. მე და ჩემი და უყურეთ რამდენიმე ფილმს უყურეთ, ეს შოკში ვიყავით, აი ესე უყურეთ, რომ ეს ხდებოდა მე-20 საუკუნეში. აი ესეთ კითხვას ვსვამდით. ევროპიდან გაყავდა და აი ესე როგორც ესე მონებად გაყავდათ აქედან ხალხი მე-19 საუკუნეში აი ეს მონებად რომელიც რუსეთმა აკრძალა საქართველოს სხვათა შორის აი ზუსტად ესე ამ ფორმით გაყავდათ ევროპიდან მონებად ხალხი 90-იან წლებში და რაზე მელაპარაკება ეს ხალხი რომელ ადამიანის უფლებებზე მელაპარაკება მე ევროპა რომ იქვე თავის მეზობელ ქვეყანაში ვერ დაიცვეს ის გოგონები და გააუბედურეს ნახევარი ევროპა ან ბელგრადის დაბომბვის მერე რა ნატოს კეთილგონიერებაზე მელაპარაკებიან არ ვიცი მან კიდე ერთი ფაქტორია სხვათა შორის ტრამპს რო დაუბრუნდეთ და ბელგრადს ტრამპის ცოლი ხო იუგოსლავიელია ну ბალკანეთიდან არის. ასე რომ მან ანუ კიდე რა თემას უბრუნდა მეცი რომ აი ეს ტრამპი აი ამ კუთხით ოჯახის გავლენით ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას სხვანაირად მიიღებს. ანუ ჩვენ არ ნოველოდოთ მან სუფთა ბურჟუაზიას. ბურჟუაზიაში იქნება გარეული ეს ოჯახური. აი TikTok-ი დარწმუნებული ვარ დააბრუნა, იმიტომ რომ მის შვილს უყვარს ძალიან. კაის. იმიტომ რომ მთელი ოჯახი ის TikTok-ზე ხა მაგმეს და მეც ვადევნებ თვალყურს და ძალიან ბევრ ამას მაგით ვიგებ სხვათა შორის. ერთი ინფორმაცია უნდა გავაჟღერო. პაპკაში ჩავარდა 2024 წლის 24 დეკემბერს საქართველოს ორი მოქალაქე, ან გვარად მამულია და ჯაფიაშვილი იყვნენ დაკავებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პირველივე დღიდან ჩაერთო ამ საკითხის მოგვარებაში ბატონი მამუკა ფიფიას აქტიური მონაწილეობით და პარტია მიმართა ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ლეონიდ კალაშნიკოვს ამ საკითხში დახმარებისთვის და პარტიაში ფიქრობენ რომ აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება და საქართველოს ორი მოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახში. ეს პირველად არ ხდება ადრეც იყო ინციდენტი თუ გახსოვთ და სწორედ აი ამ დსთ-ს ამ კომიტეტის უშუალოდ ლეონიდ კალაშნიკოვის დახმარებით პარტიაში მინდა რომ მომცე ამის თქმის შესაძლებლობა, იმიტომ რომ დიდი ხანი არ არის რაც ეს პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის გაჩნდა ჩვენ ველზე. ნუ ის პერიოდი ძალიან პატარაა პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მაგრამ თავისი საქმეებით უკვე და თავისი ურთიერთობებით საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, ესე ვთქვათ, იმ ნდობის და ურთიერთობის აღდგენაში, რაც აი ძალიან დიდი მონდომებით 30 წლის მანძილზე ანგრია დასავლეთმა საქართველოში, ხო? აი ჩვენ თუ შევძლებთ იმას, რომ ზუსტად თქვენი პარტიის დამსახურება იქნება საქართველოს-რუსეთის დიალოგის, პირდაპირ დიალოგის დაწყება. მე ვიცი, რომ მამუკა ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს, აი ძალიან ბევრ მის ქველმოქმედებას ვაკვირდები, თუნდაც იგივე კურსში, იგივე რამოდენიმე ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და ეხმარება ადამიანებს. ვიცი რომ თვითონ თავის რაიონში, ქალში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მისი ჩართულობა სხვათა შორის მე მას ახალი თაობის პოლიტიკოსი უწოდე, იმიტომ რომ მართლა ახალი რაღაცა სიახლე შემოიტანა, რაღაც სხვა ხალისი შემოაქ ეს პოლიტიკურ ველზე. იმდენად სხვა რო აი ის დაჭაობებულ, გარკვეულ, მიჩვეულ აი სახეებს ბევრად განასხვავებს და ნუ რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი მტერი ეყოლება ვიდრე ჩვეულებრივ პოლიტიკოსს.
ესე ვთქვათ რა, თუნდაც ქართულ სივრცეში. მე მინდა რომ წარმატებები უსურვო მასას და ამ პარტიასაც, რომ ალბათ იცი რა, ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელოვანია საქართველოს რუსეთთან დაიწყოს პირდაპირ დიალოგი, პოლიტიკური დიალოგი, რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, იცით და ჩვენ თვითონ და გავარკვიოთ ეს ურთიერთობა რუსეთთან და შუამავლად ამერიკა აქ ნამდვილად არ უნდა გვჭირდებოდეს და ნებართვა ამერიკამ არ უნდა მოგვცეს და ველაპარაკოთ თუ არა რუსეთს. თუ ჩვენ ამდენს ის რომ მაპატი ხა ეს მომწლება ის deep state დაამარცხებს ტრამპი ჩვენ ამით არაფერი არ გამოგვისწორდება. იმიტომ რომ ის deep state თუ დამასწრება ამერიკაში აქ ისინი მაინც იფაფხურებენ, არც ფულს არ მოაკლებენ, არ შესაძლებლობას, იმიტომ რომ ყავთ სოროსი, რომელსაც ტრამპი ვერ აკრძალავს. და სოროსი ყოველთვის მოახერხებს ყველა არხებით აქ ფულის შემოტანას და ამათ გაძლიერებას. კი ბატონო და დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე სწორედ ამ თემას შეეხო სერგეი ლავროვი იქ ცნობილია რომ ჩავიდა არარატ მირზოიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქ საუბარი იყო იმაზე გახსოვთ განაცხადი გააკეთა სომხეთმა რომ მისი პარლამენტი განიხილავდა ევროკავშირში გაწევრიანების თემას მე რუსეთიდან იყო პასუხი რომ DST-ის ფორმატში და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთად ყოფნა ევროკავშირთან ეს გამორიცხულია უბრალოდ და ახსნა განმარტებები გაკეთდა ახლა სომხეთმა მირზოიანის პირით ან პრინციპში აღიარა რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ეს სამხედრო პარტნიორობა სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იქნება და გარდა ამისა იქ იყო მთელი რიგი განცხადებები გაკეთებული ლავროვმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ რომ ტრამპი იქნება პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე ვნახეთ მისი პრეზიდენტობა აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ინტერესებისთვის ზუსტად ასევე იქნება ახლა მე ყველა და არ თქვი ის რომ ტრამპმა უკვე დაუშვა შეცდომა უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში რუსეთის როლზე ანუ პუტინი ანგრევს რუსეთსო რო თქვა ეს იმას ნიშნავს რომ ისევ ძალისმიერი მეთოდით ანუ ძალიდან გამომდინარე აპირებს რუსეთთან აი ძალისმიერი მეთოდით არ არის ბოლომდე ინფორმირებული შეთანხმებაზე არ არის იქ საუბარი გარიგებაზე საუბარი და ეს ორი მხარე რომ იბრძვისო შესაბამისად დათმობებზე უნდა წავიდნენო და რუსეთი არავითარ გარიგებაზე არ წავა რუსეთის გარიგება შეიძლება გულისხმობდეს იმას რომ ტერიტორიები რომლებიც აღიარა და უკვე ძალიან ახლოსაა იმასთან ახლა მაგას დაუმატებს ოდესას მოდი არა იქ შეიძლება ბუფერზე დაიწყოს საუბარი ხო მაგრამ ოდესას არ დათმობენ რატომღაც ესე მგონია თავარი ამოცანა არის რუსეთისთვის რომ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე არ გაიგოს უკუნისამდე ნატოს ინფრასტრუქტურა და არა მარტო უკრაინის საქართველოსიც. ნუ რა თქმა უნდა. ეს გვაერთიანებს ამ შემთხვევაში და აი ეს არის სწორედ თავი და თავი ტრამპი. რა თანხმდეთ შეიძლება ჩვენ ტრამპთან მოგვიწიოს და ის უпроსტად მას მოუწია ჩვენთან თანხმდეთ, რომ ჩვენ უკვე ეს გაცხადებული გვაქვს. ხალი რო ხალია და კაცი რო კაცია. აი დანარჩენი არა გვაქვს ბოლომდე გაცხადებული დღეს ჩაწერეს უпроსტად კითხვა დაუსვეს საიას თავმჯდომარეს აღარ მახსოვს რა ქვია. და პასუხი ვერ გასცა. არა, მე არა ვერ ვიტყვი ამაზე. აქ ეს არ არის ის ფორმატი, რის გამოც პასუხი უნდა გავცეო. ეს მიუყვეთ მაშინ ახლა. კიდევ ერთს დავამატებ. საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირობებში არის ეგრეთ წოდებული გენდერული საბჭოები. რომელსაც ვაფინანსებთ ჩვენ. ეს ერთი და მეორე აი მე რამ კიდევ მიწევს ამის გამეორება. ხო, ახლა სოციალურ ქსელში უყურებთ, ხო, მუნიციპალიტეტების საკრებულოები არ დავასახელებ ამ ქალაქებს. სხვილ ქალაქებზე არის საუბარი. საქართველოში. ლამას ფოტოებს გადაიღებენ ამ full frame-ით რა, სერიოზული კამერებით, 3-4 საკრებულოს დეპუტატი ქალბატონიზის ჭკვიანი სახით, ასევე მამაკაცები გაგებაში არიან გენდერული. დღეს გენდერული საბჭოს ხდომა ჩატარდაო. რას იკვლევენ ამ გენდერულ? აი, ავხსენით ხომ კონსტიტუცია, ანუ ქალის და მამაკაცის არანაირად გაყოფა არ ხდება ჩვენთან. მაშინ გამაგებინეთ ან ჩვენს ტელემაყურებელს გააგებინეთ რომ 54 სქესის განმრჩევი კომისია რატო ზის საქართველოს მუნიციპალიტეტებში. მეორე საკითხი უყურეთ. Facebook-ის ფაქტ-ჩეკერები ვითომ რო აიგზალა.
დღემდე არაფერი ჩვენთან არ არის აკრძალული. ქართული არ აკრძალულა, ანუ ქართველები აკრძალული. ხო და უკაცრავად რა ახლა ეს უკვე აი ყველაფერში აცდენაა გაიგე და ნახოთ და აქ კითხვას ასევე იზბადებს, ახლა სალომე ზურაბიშვილი ხო ჩავიდა იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ გაინტერესებს ხო ფოტოებზე ვისთან ერთად გამოჩნდა? მე მგონი იმასთან ვილსონთან ხო? ანუ ის ვილსონი მისი პროტეჟე იყო, ის ფონს ქმნის რომ ეს მათი არის ასე ვთქვათ რეზიდენტი საქართველოში და შესაბამისად ხო და მარკ რუბიოს შეხვდა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი. მართლა. და რუბიო გამოირჩევა თავის რუსოფობიური განწყობებით. შესაბამისად ისინი აქ და აქაც რო აფრიალებენ უკვე ტრამპის სურათებს აი ამ აქციებს რუსთაველზე. ეს ნიშნავს რომ ტრამპს ახსენებენ იქ ესენი რეინკარნირებულები არიან, ხო, გლობალისტები და ლიბერალები ბაიდენის მომხრეები იყვნენ. უკვე ნახე დონალდ შენ ტრანსპარანტებს აფრიალებენ, შენ დემოკრატები ესე მარტივად ხო იცი არ დათმობენ. სავაჭრო თამასა ტრამპს ამისთვისაა ქართულ საქართველოში უკვე დასაყრდენი ყავდეს. ზუსტად აი ჩვენზეა დამოკიდებული შეძლებენ თუ არა ჩვენ გვაბურთავონ. აი გავხდებით თუ არა მოახერხებენ აი ამ საზოგადოების ხალხები თუ ეს ყველაფერი გაღვივდა, გაიზარდა, გაიშალა და არამხელი არ შეუშალა და არ თქვა არ გაჩნდა პოლიტიკური ნება რო არა რა თქმა უნდა ეს იქნება და საქართველოში ყველაფერი არის დღეს პოლიტიკურ ნებაზე უკაცრავად მაშინ ამიხსენით მე თუ ჩინეთზე უნდა მელაპარაკო ზათითი მიქნიოს თინახიდაშელმა ჩინეთზე ტაივანში კამეგრე წოდებულმა ჩინეთზე რომელიც უძიდეს სპორტს მიშენებს ქვეყანაში და რუსეთზე რომელზეც დამოკიდებულია ჩემი ქვეყნის ენერგომომარაგება და რომელიც ჩემი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია აი რანაირად თუ ეხა 90-იან წლებში წერეთელი რო იძახდა ამერიკა შემოგვიტანს პური ხორბალსო აი ამით ხო ვეღარ დააბოლებ უკვე ხალხს ხეს ხო აღარ მუშავს, კაი, მაშინ იმუშავა, არ იცოდა ხალხმა და მართლა ჯეროდათ, რომ აი მესამე და მეოთხე ხარისხის ზეთებით რომ გაძეძგეს ქვეყანა და ვისაც სოფელი არ ქონდა ყველა რომ დაიწამლა. და 90-იან წლებში საქართველოს კიდე გადაარჩინეს შენარჩუნებულმა სოფლებმა. რა, იგივეს გამეორება გვინდა? უარესი იქნება. მაშინ ჩვენ კიდე რაღაცნაირად ადაპტირება მოვახერხეთ და საბჭოთა ქონების შემორჩენილი დოვლათი იყო ქვეყანაში. აი ნახეთ ჯო ვილსონი გასამბობს. ეხლა ჩავიხედე უბრალოდ რა, სწორედ იმაზე რაზეც ვსაუბრობდი. ჯო ვილსონი ანტიამერიკული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ხალხი აღნიშნავს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და სიტყვების ნაცვლად ქმედებების საგარეო პოლიტიკის დაბრუნებას. გამარჯობა. აი ზუსტად იგივე ვილაპარაკეთ ახლა ჩვენ პრაქტიკულად რომ აი არაფერი ჩვენთვის საიმ ხო აი გააკეთ ამ ქალმა რა გააკეთ ამ ქალმა გააკეთებინეს იკადრა უკადრებელი იკადრა არა იქ დიდი ფული ტრიალებს ხო თუმცა ისიც ითქვა რომ ჰონორარის გარეშე ასეთი საქმეები არ ადმინისტრაცია მისი შვილის ეს განყოფილება რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ შეუქმნა დაუხურაო ანუ სამსახური დაკარგაო არ ვიცი აი ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები იმიტომ რომ იცი რა ისევე როგორც საქართველოს არის ინტერესებში რუსეთისთვის არის ამერიკისთვის არის ევროკავშირისთვის მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი გეოგრაფიული მდებარეობა მე რუსეთის გადასახედიდან გეტყოდით ესეთ ვერსიას, უბრალოდ არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ეს ჩემი ნააზრევია და შეიძლება მართლა ასე მოხდეს, თუმცა საფუძველს მოკლებული არ არის. რუსეთს გაცხადებული აქვს, რომ არ ერევა ჩვენ შიდა საქმეებში. კი, ეს მეც მოსმენელი მაქვს. რა თქმა უნდა, მინუს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა ამ ეტაპზე, თუმცა, როდესაც აი იმ კონგლომერატში და ჩვენ ისევ დასავლურ ვექტორზე ვართ, აი ამ ვაჭრობაში, კომპლემენტარისტულ პოლიტიკაში აზერბაიჯანთან იგივე სომხეთის მონაწილეობით იქნებ გამოვიდეს ჩარევა და თავად სომხებიც ამბობენ რომ აი საქართველოსთან ერთად ვართ ჩვენ აქ რეგიონში რომ ეს რაღაც სოლის ეფექტი მაინც კონდეს დასაბალანსებლად თურქეთისა და აზერბაიჯანის საბოლოოდ ამ ვაჭრობაში მე უკვე ვთქვი რომ შეიძლება სამხრეთელმა მეზობლებმა დიდი პრეტენზიები წამოაყენონ და აი როდესაც მართლა საქართველოს შეიძლება მართლა გაუჭირდეს რუსეთიდან წამოვა სიგნალი როგორი ან თქვენ რაც დარჩით და მე უკვე ვეღარ ვაბავ თავს რომ თქვენ სამხრეთ რეგიონებს მე ვერ მივხედავ აქ უკვე თათი აქვთ დადებული სხვა თქვენ მეზობლებს აი ნაწილი მაინც შემოდით თუნდაც როგორც ადიღეა ან დაღესტანი ან ჩრდილოეთო რა ვიცი უამრავი პატარა ესეთი ავტონომიური რესპუბლიკები აქვს ხო აი ამ სტატუსით რაიმენაერად
ან სანამდროარი კი ბატონო გთხოვეთ და ბოლო-ბოლო გონიომდე ჩავალთ როგორც ადრე ვიდექით ან ახალციხემდე. ან თქვათ იქ სადღაც დავით გარეჯამდე. ხო, ეს შეიძლება უკვე სათუო იყოს. ეს უკვე რომელი ყველაზე ცუდი სცენარი, ცუდი დასასრული თქვი, ახლა შენ დათო და ეს მე როგორც უბრალოდ ვერსია ისე თქვი. ეს ყველაზე ცუდი სცენარი ეს იმ შემთხვევაში თუ ეხლა რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, აი ეს არაფერი არ მოხდა. რაც ჩვენ ვილაპარაკეთ და უშა ძალიან გავჯიქდით და დავიწყეთ რაღაც სისულელეებზე ლაპარაკი. მაგრამ ეხლა განსხვავებით მე კიდევ ვიმეორებ 90-იან წლებში დღეს საზოგადოება ბევრად ნაწილი მოწამულია და ნაწილი ბევრად ფხიზელი, ესე ვთქვათ რა, აზრზე მოსული. აი ეს ნაწილი რომელიც სახში ზის და ესე ვთქვათ თავს იკავებს იმისგან რომ არ გაგიჟდეს და არ გადაიდიოს რა. და რომელსაც ყელს შეამოუყანეს ევროპას და ამერიკას, იმიტომ რომ საზოგადოების 2/3 ხეირი არ უნახავს არც ევროპისგან და არც და ვინც ხეირი ნახა დგას ქუჩაში და კიდე აქეთ აბულინგებს იმ ხალხს, ვინც დაზარალდა ამ პოლიტიკით რა. საბოლოო ჯამში იმიტომ ვიძახი მე რომ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს სწორად. მე არც ევროპის წინააღმდეგი ვარ და არც ამერიკის. უყურეთ ახლა ეს არ გამომიდეს რომ მე ანტიპოლიტიკას ვაკეთებ. არა, ჩემი ყველა პოზიცია გამომდინარეობს ამერიკული და ევროპული პოლიტიკისგან. მე არ ვიზიარებ იმ პოლიტიკას, რომელიც ჩემ ქვეყანას დააზიანებს. და დღეს ევროპის და ამერიკის პოლიტიკური დამოკიდებულება საქართველოს აზიანებს. რუსეთთან მე არ მაქვს პოლიტიკური ურთიერთობა, რანაირად დამაზიანებს. უყურეთ აი აქ სალაპარაკოს კი აღარ აგვაქვს ჩვენ. ჩვენ ვხედავთ რუსეთის დამოკიდებულებას, ცვლილებას ვხედავთ, დადებით ცვლილებას და ჩვენ თუ შემხედრი ნაბიჯი არ გადავდგით, თუნდაც ურთიერთობის დასაწყისისთვის. რის სხვათა შორის ძალიან კარგ ძაფებს აბავს თქვენი პარტია. აი მამუკა ფიფია ხო ვუყურებ მე ამ ეთერებს ხო, სადაც მიდის საქართველოს როგორც ღირსეული პარტნიორული ქვეყნის წარმოჩენა. არ ყოფილა ეს მანამდე. მოდი რა ეხა მე მანამდეც უყურებდი და ვრთავდი, არ უყურებდი ეთერებს უბრალოდ იმიტომ რომ არ მომწონდა ეს პოლიტიკა რაც იყო საქართველოს მიმართ. ეხლა მე სხვა რაღაცა მესმის, სხვა შემოთავაზებები მოსმის, სხვა გახსნა მესმის კარის, ხო? უკაცრავად რა ეხა ის მე კარს მიღებს და მე მიუხურო, არ გამოვა მაშინ რა. მოდი რა მე თუ ველაპარაკები დღეს თურქეთს, ირანს რომელიც ჩემი ქვეყნის დამპყრობლები იყვნენ საუკუნეების მანძილზე და ფაქტობრივად განადგურებდა ბამდე ყავდათ მიყვანილი საქართველო 1793 წლამდე. მე რუსეთმა არ დამაზარალა მაკუთხით. რუსეთის წყალობით მაქვს მე დღეს ქვეყნის სტატუსი შენარჩუნებული. რო არ ყოფილიყო 1793 წელი, დღეს საქართველო არ იქნებოდა. იქნებოდა ოსმანეთის იმპერიის ნაწილი. და თითქმის ამაში არავინ არ შემედავოს. საქართველოს მე-13 ტერიტორია რაც ახლა იქ არის. დიახ. ქართულად აღარ საუბრობენ, ენა და აღარ საუბრობენ, ანაირად ისაუბრებენ, ასიმილაცია მოხდა. ანუ ეს დაახლოებით ისეთი რამეა, რომ იმერლებს აღარ ელაპარაკა ქართულად. ან ქართკახეთში ქართველებს ან კახეთს. თორე ერდოღანს დედა ქართველი ყავს და რას იძახის, რომ კიდე დანარჩენებს უნდა შეიეროს. მასა ხო ქართული სისხლი უნდა უყიოდეს წესით, მაგრამ არ უყივის. კი, არც მალავს ის რა ლაზია, არც მალავს ორივე მხრიდან. ბერიძე იყო ბებია თორეშლები, მაგრამ თავად რიზეში პირდაპირ იქ ცნობილი ეს ერთხელ როდესაც იყო იქ ჩასული, რო ყვება ბაბუის ლაზი ხარო თუ თურქი ხარო. ხო. რო ეუბნებიან და არაო ბაბაო, ან ბაბუა ჩემი ამბობდაო, იქ უფალთან რო წარდგებიო, იქ არ შეგეკითხებაო შენ სადაური ხარო რა. დაახლოებით ასეთი რაღაც მონაყოლი ქონდა ბაბუა მისის. ხო, მეც ვიცნობ ახლა იცი რა თურქი ქვია, მაგრამ ლაზია, გესმის წარმოშობით ახლა მყავს მეც ნაცნობები და რომელ ლაპარაკი მე ნათლად ვხედავ იმას, რა შეიძლება და მომხდარიყო საქართველოში. აი, ადამიანები კი ქართველობს, იქ თურქებთან ქართველობს, გესმის, იქ ამაყობენ რომ ქართული სისხლი აქვს, მაგრამ ქართველთან თურქობს არ არის ეს მომენტი და იგივე ხდება ყველა ქვეყანაში, ეს გინდა არ გინდა ასიმილაცია ხდება. მაგრამ უყურეთ, ჩვენ გვქვია რომ რუსეთს ყავდით დაპყრობილი, ხო? რუსეთმა დაგვიპყრო, იმპერიამ დაგვიპყრო, დაგვახჩო. და უკაცრავად რუსეთის დაპყრობილ იმპერიაში დაიბადა და ყავდა ილია ჭავჭავაძე, გალაქტიონ ტაბიძე, ნოდარ დუმბაძე.
და მთელი კორიფეები მე-19-მე-20 საუკუნეში ზუსტად რატომღაც გაჩნდა მაშინ როცა რუსეთს ყავდი დაპყრობილი და რანაირად ყავდი დაპყრობილი თუ შენ აი იმ წინააღმდეგობაში იმდენი ძალა მოგცა შენ რუსეთთან ურთიერთობამ რომ არც ენა დაკარგე პირიქით განავითარე ლიტერატურას განათლებას და ერმა წერა-კითხვა ისწავლა აი მე ამაში იცი რა ჩვენ დაპყრობა იცით რა არის აი ავღანეთში ნახოთ რა ხდება აი ის იყო დაპყრობილი ამერიკის მიერ 20 წლის მანძილზე დედა უტირეს ქვეყანა არ არის და პირველი ყველაზე დიდი პრობლემა რაც ბაჩი ბაზია ეს ავღანელებს ის ვერ აღმოფხრეს და დღემდეა ეს 1000 წლოვანი ტრადიცია ეგრეთ წოდებული როგორ შენ თუ ამ ქვეყნის ის დემოკრატია განვითარება პირველი ხო ამით უნდა დაიწყო რომ ის მავნე ჩვენთან ხო აღმოიფხრო ეს წაწლობა და მამაძაღლობა და რაღაცეები რაც იყო შემოტანილი ამ გარე დაპყრობების შედეგად ხო სისხლის აღება ხო აღმოიფხვრა. რამდენი რამე გაქრა, ისეთი მავნე ჩვევა, მონების გაყიდვა ხო გაქრა. ქართველი ქართველს არ ყიდი და უკაცრავად ანაკლიაში დღემდე არის შემორჩენილი ის ადგილი. მოდი რა ჯერ აი ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდნეს. მართალია ილია ამაში, მაგრამ მოყვარეს პირში უძახევა ესეც ილიას ნათქვამია რა. ამიტომ ვიძახე მე რომ ჩვენ თუ აი ინფორმირება და გაახსნა იმ ყველაფრის გადე მოგონილი ზღაპრებით დაბულებას არ დავანებებთ საზოგადოებისას უფრო მალე მივიღებთ იმ შედეგებს რაც ქვეყნის შენარჩუნებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს თორე ხა იმ წიო უწუპუწუ რაღაცეებით ძალიან ეჭვმეპარება შორს წავიდეთ პირდაპირ გეტყვით რა გასაყარზე ვართ სერიოზულ გასაყარზე ვართ საინტერესო ის გახლავთ ტრამპის ადმინისტრაცია რა გზავნილები ექნება საქართველოს მიმართ. ახლა რაც ეს ჯო ვილსონი ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ანუ მართალია რესპუბლიკური პარტიიდან არის და თანაპარტიელია ტრამპის და ასევე ამ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში გამოჩნდება ის გზავნილები, რა სურთ ამერიკელებს ჩვენგან. თუ ტრამპმა გააგრძელა ის კურსი და ისევ დაიწყეს ლაპარაკი აი არჩევნები გაყალბდა დანიშნეთ ახალი არჩევნები ესენი ისე გათავხედნენ ჩვენთან მოქმედი ეს პოლიტიკოსები და მათთან აფილირებული პირები აი ამას წინათ სოციალურ ქსელში იყო პატარა ესეთი სკეჩი პატარა ამოჭრილი მომენტი სადაც კოკა-კოლას თემურ ჭყონია ამბობს არ ჩვენ არ ვამბობთ რომ არჩევნები გაყალბდაო ჩვენ ვამბობთ რომ ახალი არჩევნები დანიშნევთ. კი, მაგრამ რატო უნდა დანიშნო? არჩევნების ჩატარება მილიონი ჯდება. სულცი. როგორც იმ ბიულეტენების ბეჭდვა და ასე შემდეგ. როგორც მე დაახლოებით საერთო ჯამში ყველა პარტიას არჩევნები თეთრი შავი ფულია და საქართველოში დაждდა 250 მილიონი დოლარი. აი ხო ამას წინათ ხორვატიაში ჩატარდა არჩევნები. ყველა პარტიას გეგონება გასული საუკუნე იყო. კარდონის ყუთები ესე პირდაპირ იმითი გაჭრილი ამ ბიულეტენებს კეცავდნენ, ყრიდნენ, შევარდნაძემდე უფრო ადრე რაც იყო. აკარჩეთ დაახლოებით იმ დონეზე არიან. იმასთან შედარებით ილონ მასკის და იმ ბოლო რა ვიცი, აი ვინც არიან ამ ტექნოლოგიებში ამ დონის იყო ეს არჩევნები. თუ ვერ ახლა იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი რომ ვერ ამტკიცებენ იმ სახალხო დამცველმა თქვა ხო 300,000 გაყალა ერთი ადამიანი არ გაყალბებულა ეს ერთია მაგრამ კიდე გეუბნებით რადგან ის შეცდომაზე რომ აღნიშნე ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში თქვა რომ ახლა რუსეთიო ანგრევს პუტინი ანგრევს რუსეთსო თუ იგივე გზავნილი წამოვიდა საქართველოს მიმართ რომ არიქან ხვალვე დანიშნეთ ახალი არჩევნები ეს გამოდის რომ ნუ საქმე რა შეიცით და თუ ჩვენ ბაიდენის ადმინისტრაცია გვებრძოდა ზუსტად იმ დოზით რა დოზითაც ებრძოდა რუსეთს მოდი შევთანხმდეთ ესე იყო ყველა მაგათი სვლა ერთ-ერთში აი სანქციების ჩათვლით და დაუშვათ პოლიტიკური განცხადებებით არაფერი არ განსხვავდებოდა იმ განცხადებებისგან რასაც აკეთებდნენ რუსეთის მიმართ თუმცა აღმოაჩინოთ ძალიან ბევრი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით მე ახლა ჩვენ ხო რაღაცა ლოკალურად ვჩნდებით ხოლმე მაგრამ იგივე ბირმის ისტორია გეცოდინება კარგად შენ აი ბირმის ისტორია არის ერთ-ერთი კიდე თვალსაჩინო მაგალითი აი ეს ამერიკის ჩარევის და ამერიკის პოლიტიკის წყალობით ქვეყანა რა დონეზე იყო მიყვანილი რომ ერთი პატარა ქალი ახლა სალომის მოგვარი ანჩოსუ თუ რაღაცა ქვია ეგეთი ყავდათ იქ და ნუ შეწინეს რა ეს ქალი ამონიჟის როლშია შესული ბოლომდე რა რომ იტყვიან რა და ახლა წარმოგიდგენთ ბირმაში ქვეყანაში LGBT თემები და რაღაც მე აგრძელულია რა თქმა უნდა მაგრამ შეტანის ძალიან დიდი მცდელობა იყო ეს ახლა ამ ქვეყანას ბირმა არ ქვია ვაიმარი ქვია მაგრამ
ხო ფაქტია რომ აი ეს გავლენები და დამოკიდებულება სანქცირებულია ეს ქვეყანაც ანუ იცი რა არის მე მგონი ჩვენ აი ძალიან ბევრმა ქვეყანამ ამერიკას რომელიც ეს საშუალება და ბოლომდე სანქციების აი მთელი მასშტაბი გააშლევინოს საბოლოო ჯამში ამერიკა თვითონ მოექცევა იზოლაციაში იმდენად ბევრი სანქცია აი ყველა ქვეყანა ვინც ყავს ამერიკას დასანქცირებული და აი აქ იქეთ რომ გამოაცხადოს სანქციები აი ესე რო შეუბრუნოს რუსეთმა სიტყვაზე საქართველომ აი ძალიან ბევრმა ხო აზერბაიჯანს ხო სანქცირებულია ჩვენ ვერ ვიგებთ თორე იქაც ძალიან ბევრი პრობლემებია ამ კუთხით აი რა მოხდება დავიჯერო ამერიკულ ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები ჩინეთმა ინდოეთმა ბრაზილიამ ბრიქსის ქვეყნებმა რა უხეშად რო ვთქვა უზბეკეთმა ყველა ქვეყანას მიწვნენ სადაც კი შესაძლებლობა იყოს სანქცია და ადგეს ახლა ეს აი ეს ძალიან ბევრი ქვეყანა მიუბრუნოს ეს სანქციები ამერიკას ხო აირება ეს მთელი საბაჭრო სისტემები და საბანკო სისტემები ხო დაემხობა ამერიკას თავზე ხო გაუფასურდება ფულის ის მასა რაც ახლა მსოფლიოში ტრიალებს და მილიარდი დაახლოებით კუპონიზაცია ხომ ხდება მსოფლიო მასშტაბით მე ხა ძალიან მარტივად ვცდილობ ეს აუხსნა არ დავამძიმოთ ჩვენი მაყურებელი აი ტექნიკური ეკონომიკური ტექნიკური სვლების იმით ხო საერთოდ ჯამში ეს მოხდება ხო აუყირავდებათ ის საბაჭრო ბირჟები აი მერე და ეს იქნება მსოფლიო ეკონომიკური ქაოსი რა არისთვისაც ალბათ რუსეთი და ბრიქსის ქვეყნები არ არის მზად თორე ეს ერთ-ერთი ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღია მე თუ მკითხავ დღეს აი ესეთი ჰეგემონებისათვის რომლებიც სხვა ქვეყნებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ საერთოდ დრო ამოიწურა და კიდე ერთ-ერთ უახლეს ინფორმაციას ვიტყვი, აქ რაც ახლა სოციალურ ქსელში გამოჩნდა, ჯორჯია მელონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ესწრებოდა იმ ინაუგურაციას და ერთ-ერთი ფავორიტი, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებში, როგორც ვთქვათ, ვიქტორ ორბანი, აკეთებს განცხადებას, რომ რომი უნდა იყოს ევროკავშირის დედაქალაქი. რადგან ევროკავშირის დედაქალაქი შეუძლებელია იყოს ადგილი, რომელიც უბრალოდ ყველაზე კომფორტულია ოფისების განსათავსებლად. არამედ ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც მის ათასწლოვან იდენტობას გამოხატავს. ხო, აი ასეთ მეგობართა მქონდა ერთი სამეთვის უკან ლაპარაკი, რაღაცა მაგაზე ლაპარაკობთ, ხო ისე ხუმრობის მსჯელობაში რო შედიხარ და მაშინ ვიძახდი, რომ ალბათ მეთქი საბოლოო ჯამში თუ ყველა თავისი უნდა დაიბრუნოს, ალბათ ევროპა რომი გახდება მეთქი. აი ესე რა, და რას ლაპარაკობ, რომს ვინ გააკარებს რაღაცა იყო ესეთი ცირკე. რომ ველოდოთ სასწაულებს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ ნუკა არველაძე, ჟურნალისტი. ჩვენ შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.